ჯერ კიდევ ფროიდი ამბობდა, რომ ჩვენ დღემდე არ ვიცით ადამიანი რა არის, იმიტომ რომ ისეთ საშინელ ბრჭყალებში მასაჟებს გავატარებთ მას ბავშვობაში, რომ მისი ბუნება აბსოლუტურად დაიგნორებული და ზეწოლის ქვეშ მოქცეული, სულ სხვანაირად ტოქსიკურად ყალიბდება. აი ეს როგორ არ გავაკეთოთ, ეს ჯერ არ ვიციო, ასე ამბობდა ფროიდი. და პერსი ამბობდა ასევე, რომ ძალიან ხშირად თანამედროვე მომწამლელი სტრუქტურები მოითხოვენ ადამიანის გარო შეეწყოს ამ სტრუქტურას და თუ არ შეეწყო, ესე იგი არანორმალურია. ამიტომაც ასე ვთქვათ, გიჟის, ექსცენტრიულის და არანორმალურის სტატუსი, ეს პერსის სიტყვებია, ნიშნავს, რომ ადამიანი უფრო ჯანმრთელია, ვიდრე სოციუმში გავრცელებული, ვთქვათ, ნორმალური ადამიანის ფსიქიკა. იმიტომ რომ ნორმა ძალიან ხშირად, ისევ პერსის სიტყვებს ვამბობ, უბრალოდ ნევროზია, რომელიც ადამიანმა შექმნა და ვეღარ გამოვიდა ამ ნევროზიდან და ეხლა როდესაც კომუნიკაციაზე ვსაუბრობ, ციცერონი როგორ არ უნდა ვახსენო და მისი ცნობილი ფრაზა, რომ სულელი ადამიანი არის ის, რომელიც ერთი და იგივეს აკეთებს და გონია, რომ შედეგი შეიცვლება. მე მგონი ციცერონმა აქ მთელი კაცობრიობის ისტორია ჩაატია.